უკვე მეორე მოგებულ თამაში ჩავისვა. ამის დედას შევეც. ამათან თუ ვერ მოვიგეთ ვიღას უნდა მოვა. დედას შევეც. აი, დაწყნარდი და ნუიგით. ბიჭო, დაწყნარდი და დამშვიდე ხა გინებას და ნივთების აკეთი გეთხრას რა აზრია, ისედაც დაძაბული. ყველა მოამჩნევა რა. ბიჭო, ხო და ყველა დაძაბული უნდა იყოს, აი. მესამე პირში რატო ლაპარაკობ? კიდო შენ არ იდექი მოედანზე? მე გვიდექი და რაც შემეძლო გავაკეთე ყველა. და მომისმენთ, ვინ არ გააკეთა? ვინც არ გააკეთა? ხო და ვინც არ გააკეთა, მაშინ პირდაპირ თქვი, ვინ რა არ გააკეთა და იმასთან მივიდეთ და კონკრეტული მითითებები და შენიშვნები მივცეთ. არ ჯობია ეგრე? ვისაც ეს თამაში შეეძლო და არ ითამაშა, იმის დედას შევეც. შენ ვარ უფერი. შენ მომისმინე ერთი წამი. მე არ ვიცი შენ წინა გუნდში რა ურთიერთობები გქონდათ, მაგრამ აქ ყველა ერთმანეთს ვეუბნებით პირში საქმეს. ოღონდ რა თქმა უნდა ზრდიან. ახარ. შენ რა დაგებარდა ხელახალს? არაფერი. და მოიმოწო ახარ რა. დაჯექი ყველა და მომისმინე. დაჯექი. აი სამიკაცი ვიჯექი იდიოტები ვით და ვფიქრობთ დაგაიღეთ წავა ინდივიდუალური ჯობით თელ თამაშის ბანკინგზე ფულს თქვენი იყო წავაგეთ რატო წავაგეთ იმიტომ რომ ჩვენთვის დავდგოდით საცალკე შვილებო ვიდრე ერთმანეთის გულისცემა უნდა გესმოდით და გულისცემა კი და ფხავილით ვერ დაიგეთ ვერაფერი ამიტომ დავმარცხა მოიცვალეთ ახლა დროს და გამაცილეთ ახავრობას და მომავალი თამაშისთვის მოემზადეთ ნუ გიჩხუბოთ ერთმანეთში ნუ გეუყვინით დაგიდეთ ერთმანეთს მოემფერეთ ერთმანეთს რომელიც გამოგადგება ცხოვრებაში და მინდორზე